მოგცეთ ქვეყანაში, სამშობლოში, ერში, საზოგადოებაში, გულში, სულში, ოჯახში, სადარბაზოში, სკოლაში, სამსახურში, უნივერსიტეტში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი შვილები გაბევრდნენ და ოღონდ მოხდეს დიდი გაერთიანება ქართული ფასეულობების გარშემო და არაფერი არ არის დაკარგული, არაფერი არც 100 წლის წინ დაკარგული და არც 20-30 წლის წინ დაკარგული მიწები და ფასეულობები ხომ უმეტეს არ არის დაკარგული, რომელიც შემოგვინახა მრავალწილად ქართულმა ენამ, დედაეკლესიამ, არქეოლოგიამ, ისტორიამ და ასე შემდეგ. ისტორია რო ვახსენებ ბოლოს, შესაბამისად ერთ-ერთი დიდი ფრონტი და დიდი ბრძოლაა, რომ არსებობდეს რეალური ისტორია, ნამდვილი ისტორია, ჭეშმარიტი ისტორია, თორე შებრალული ისტორია წარმოიდგინეთ როგორი ნაღმია, როგორი დიდი ნაღმია და აი ამ ორი თემით მოვედი ახლა მე თქვენთან. ერთი თემა არის მე მინდა ვისაუბრო მიტროპოლიტან ანია ჯაფარიძეზე და მის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე და იმ რაღაც რამდენიმე წინააღმდეგობაზე, რომელიც წამოვიდა ახლა. გნებავთ სოციალურ ქსელში, გნებავთ YouTube-ში წინა გადაცემების ქვეშ და გინდათ ზოგადად რომ ამბობენ ხოლმე უთავბოლო ადამიანები. რო აკრიტიკებენ მას და რო ართვლიან დიდ ისტორიკოსად. კრიტიკა აუცილებელია, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ რო ართვლიან ამ ადამიანს დიდ ისტორიკოსად და მე მას ვუწოდე ჩვენი დროის ივანე ჯავახიშვილი. ადრე ჩვენი დროის არსენ ბერი, ჩვენი დროის ლეონტი მროველი და იქ რამდენიმე ადამიანმა ესეთი სიტყვა თქვა, წინადადება დაწერა, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი ესეთი იყო, რომ ნუ აყენებო ერთ დონეზეო დიდი ივანე ჯავახიშვილსო და მიტროპოლიტან ანია ჯაფარიძესო, როგორც ისტორიკოსებსო ეს იგივეა, რომ ტიტანიკიო და ზღვაში ჩაგდებული ჯოხი ერთმანეთს შეადარო. წარმოგიდგენიათ, ერთი რომ მე დიდი ივანე ჯავახიშვილის დონეზე და დიდი ილია ჭავჭავაძის დონეზე და დიდი შოთა რუსთაველის დონეზე არავინ არ დამიყენებია, ამას ხალი არ გაუვა. სულ სხვა არსი არის იმაში, რომ რაღაც დონეზე შეადარო ადამიანს და თქვა, რომ აი მეორე ჩვენი დროის აი მაგალითად პარალელი რო გავავლოთ, მეორე შოთა რუსთაველი არ არის დავით გურამიშვილი თავის შემოქმედებით, თავისი ლექსის წყობით, რითმით, გენიალურობით, ღმერთთან და სულიწმიდასთან მესაიგდუმლოებით არ არის? ან მეორე დავით აღმაშენებელი არ არის გიორგი ბწყინვალე? ან მეორე ილია ჭავჭავაძე არ არის თავისი ღვაწლით, ანუ მხრამდე არ დაუდგება დიდი იაკობ გოგებაშვილი? ასე შემდეგ, აი ეს ზუსტად ეს შედარება იყო და აი აქედან გამომდინარე ვსაუბრობდი და აი ამის გათვლით და შემდეგ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, კრძალვით, ქრისტეს მიერი სიყვარულით მივმართე, რომ გთხოვთ მეთქი იხილოთ აი ესა და ეს საიტი, ეს არის თქვენც მინდა გთხოვოთ, მოკრძალებით. მეუფიანანია წერტილი ინფო. მეუფიანანია წერტილი ინფო ეს არის მეუფიანანიას ოფიციალური საიტი და იქ თქვენ ნახავთ 100 წიგნს, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, ჩამოტვირთოთ, დაამუშაოთ, ასე შემდეგ გადააგზავნოთ, იხილოთ. იქ თქვენ ნახავთ რო არ შემთხვევას 500 სტატიას, წერილს. დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ერთი 15 წელია ეს საიტი არსებობს და აი ამ 15 წლის განმავლობაში რა სტატიებიც შეიყვანა შიგნით და ხშირ შემთხვევაში მე რომ მის ბიბლიოთეკას ვათვალიერებ, მის ბროშურებს ვათვალიერებ, შევეკითხები ხოლმე მეუფეს, რომ აი მეუფე ეს რატო ვარდებს თქვენ საიტზე, ეს რატო ვარდებს თქვენ საიტზე და უამრავი ბროშურაა ისეთი, რაღა ბროშურა 50 ფურცლიანი და 80 გვერდიანი და ასე შემდეგ, რომელიც არ არის შეტანილი ამ საიტზე და მაგასაც ხო ერთი საქმე უნდა, ერთი მოგვარება უნდა, ეხლა მოგეხსენებათ მეუფიანანია და ნებისმიერი ძველი თაობის ადამიანი,
მეტნაკლებად შორს არის ამ საიტების შექმნისგან და ადამიანების დახმარება უნდა ასე შემდეგ. თუმცა მას ძალიან ეხმარება რამდენიმე ადამიანი და დიდებული საიტია, მოგეწონებათ ფოტოები, რუკები 100 რუკა წარმოგიდგენიათ, ნეტა ვის აქვს შედგენილი საქართველოში 100 რუკა. 100 წიგნი 500 სტატია. იქ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტური მასალები და ასე შემდეგ. გრანდიოზული მასალაა და ეხლა მე ერთი ადამიანი ესეთ რაღაცას წერდა და საკადრისი პასუხი ვერ მიიღო მან. მოკრძალებული პასუხი მიიღო. მოკრძალებული პასუხი და კითხვა ესეთი, მან ესეთი რაღაცა თქვა, რომ იცითო ქართველი ისტორიკოსებიო, აბაო, რომლისთვის არისო დიდი ავტორიტეტიო, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეო, აი ეს არ არისო ეს ადამიანი, ავტორიტეტული პიროვნებაო, ქართულ საისტორიო წრეებშიო, გამიგეთ და ჩემი საპასუხო კითხვა იყო ძალიან მარტივი, ძალიან ჩვეულებრივი, აბა რომელიმე ადამიანი მითხარით მეთქი. ოღონდ თავიდანვე იცოდეთ, რომ არ ჩამოთვალოთ ისეთი ადამიანების სახელები და გვარები, რომელნიც ამბობენ, რომ ქუთაისში და ვარციხეში მე-11 საუკუნემდე ბიზანტია იდგა და ბიზანტიური წირვა-ლოცვა იყო. თან აბსურდი, თან ტყუილი და აი მაგისი მთქმელი უკეთესი იქნება თუ ხოტბას არ შეასხავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს რა, ვინც ამბობს, რომ მართლმადიდებლური დედა ეკლესია, ჩვენი 60 ქულუ ეკლესია თურმე პროზაიტურია და აბსურდს ამბობს. სრულიად აბსურდს ამბობს ის ადამიანი და ეხლა იმ ადამიანის თვალში არ არის ავტორიტეტული მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელიც ამას ებრძვის. ან ისეთ ადამიანს მაინც ნუიტყვი მეთქი, რომელიც ნერსე იშხნელზე, გრიგოლ ბაკურიანის ძეზე და კირიონ პირველზე და ეს გრანდიოზულ ადამიანს ზოგი კიდე თვით არც მინდა ვთქვა შესაბამისად ზოგი გრიგოლ ხანძთელზე და მის გუნდზე და ასე შემდეგ ამბობს აბსურდს, რომ ესენი არიან სომხები და მე მოხდა მათი გაქართველება, აი როდესაც მე 10 საუკუნეში და 11 საუკუნეში. თან აბსურდი, თან ტყუილი და კიდევ ერთხელ გეუბნებით ამის მთქმელმა ნეტა არც ახსენოს რა მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე რა, მით უმეტეს აუგათ. და ისეთმა ადამიანმაც არ უნდა ახსენოს და ისეთი ადამიანის შესაბამისად, რომელიც იტყვის, რომ აი ბოდბეში და სიღნაღში და წნორში და გურჯაანში ყველა წმინდასთან და ველისციხეში და ასე შემდეგ იყო ალბანეთი და თურმე იქ მაცხოვრებელი ადამიანები, რომელნიც აი იქ ეხლა ვინც ცხოვრობს რა წნორში მაგალითისათვის და სიღნაღში და ველისციხეში და ვეჯინში, ხო? სიტყვაზე და ლაგოდეხში და მათი 80% ვთქვათ რა, 70% ხო 10 საუკუნეა იქ ცხოვრობს. აი ძალიან ბევრი ოჯახი ეჭვინო შეგეპარებათ ხალხო, თუ რაღაცა ომი იყო და რაღაც მიდიოდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ. ნებისმიერი ჩვენთაგანი რამე ეგეთმა გარემოებამ რო გადაგვასახლოს, ხო? ჩამშვიდდება სიტუაცია და ხო დავბრუნდებით მამულს, წინაპართა საფლავებს, დედა ეკლესიას, ჩვენ ხედებს, ჩვენს საყვარელ ბაღს, ვენახს, ხო? წინაპართა საფლავებს, ხო დავუბრუნდებით. აი ესე შეიძლება ვიღაცა გადიოდა დროებით, მაგრამ ყველა ვარიანტში ბრუნდებოდა და ეს ადამიანები წარმოიდგინეთ, რომელნიც იქ ცხოვრობენ, თითქოს და იყვნენ ალბანელები და თითქოს და დედა ეკლესიამ და ქართლმა, ანუ თბილისმა, გორმა და მცხეთამ გაქართველა, წარმოგიდგენიათ. რა უმსგავსობაა, ტყუილი კი არ არის, უმსგავსობაა, ბოროტებაა რა, ასე შემდეგ. ეგეთი ადამიანი, აი მაგისი ავტორები ან იმ ავტორების მეხოტბეები რა თუ აი ამის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანზე შესაბამისად აუქს იტყვიან, არც არის გასაკვირი რა აუქს, ანუ არ ცნობენ მას დიდ ისტორიკოსად და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ ობიექტურმა ადამიანებმა, მართალმა ადამიანებმა, ვინც ახლა პიროვნულად მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს არ იცნობს, ძალიან მარტივად შეგეძლიათ გაიცნოთ. მოდი თავიდან იმას ვიტყვი. ძალიან სახალხო ადამიანია, ძალიან უშუალო ადამიანია. აი როგორც შოთა რუსთაველი ამბობს, მაღალი, უხვი, დაბალი, აი ესეთი ადამიანია და მისი თავდაბლობა უფლებას და საშუალებას მოგცემთ, რომ ეახლოთ მას, გნებავთ მანგლისში კათედრაზე დიდი ღონისძიებები რო არის ხოლმე მაგალითად გიორგობა, მარიამობა.
შობა, ნათლისღება, აღდგომა, ცხადია, სუიქარი და მით უმეტესად ესეთი მარხვების პერიოდში. გნებავთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრაზე რომ მიბრძანდეთ, გნებავთ საპატრიარქოს აკადემიაში და სემინარიაში ხოლმე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნებისმიერს მიგესულებათ, აი აკადემიურს. ნებისმიერს მიგესულებათ დაინტერესებულს და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე ცოტი ვინც მას ფიზიკურად არ იცნობს, საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოსო, ხო? მე უკვე გითხარით, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ იხილოთ მისი შემოქმედება. მისი შემოქმედების ნაწილი, როგორც ავთქვი უკვე. მეუფიანანია წერტილი info. მეორე საიტიც არის მეუფიანანია წერტილი g. და აი აქ ნახავთ თქვენ უამრავ პუბლიკაციას და ისეთი საშუალებებია რა, შეგიძლიათ გამოწეროთ ძალიან მარტივად, უფასოდ, უანგაროდ, რაზეა საუბარი და თუ ვიღაცას ესეთი წვდომა და საშუალებები არ აქვს, ჩვენ შემოგთავაზებთ, აი შეგხვდებით ზოგ ბროშურას მე გაჩუქებთ, ზოგს მე უკვე თვითონ გადმოგცემთ წიგნს, რაღაცებს გათხოვებთ. მე ახლა აქვე ჩავურთავ ესეთ რაღაცას, რომ მეორე ნაწილი აი გადაცემის ბოლოსკენ 10 წუთი დედა ეკლესიის დიდი ბოდიში 10 წუთი საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრებ დასაბამიდან ფარნავაზამდე. რომელიც დამალულია. ეს ჩემი თემა იქნება, ეს მეუფეს თემა არ არის, მეუფეს საკვლევის სფერო ამაში ძალიან მოკრძალებულია, ან მცირეა და მე ისეთ რაღაცებს ვამბობ, აი რასაც მე და გეგა ხვედელიძე ვიკვლევთ და რაც ჩემი ნაპოვნია, კარგად გამიგეთ და ან გამაკრიტიკეთ, ან დამიწუნათ, უბრალოდ 10 წუთში რო ჩავტიო, ეს არის საგულისხმო და საინტერესო გამიგეთ. ეხლა ხერხემლებს ვიტყვი. ეხლა მეუფიანანიას შემოქმედებაზე ვისაუბროთ ცოტა ხანი რა. და იმ ადამიანს ვუთხრა, რომელმაც აი რა ესეთი შედარება გააკეთა, გამიგეთ და კიდე ერთხელ გეუბნებით, შეგიძლიათ მიიღოთ, არ მიიღოთ ეს თქვენი ნება სუბიექტური, მაგრამ ობიექტურებით რო ვიყვეთ დიდებული იქნება და იმისთვის რომ მიიღოთ, უნდა გადაათვალიეროთ მაინც რა. გადათვალიერებასთან ერთად არსებობს ლოგიკა. აი ამ ლოგიკას რაღაცნაირად მაინც წავყვეთ, კარგით? აი ლოგიკურად შეგეკითხებით რაღაცებს და თქვენ მე გულში მიპასუხეთ და გულის თქმა ისეთი ძლიერია, რომ ხანდახან ვერბალურ გამოთქმას, ანუ სიტყვას ხმაურს ჯობნის. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე არის 4 ტომეულის ავტორი სახელწოდებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. და ესეთი წიგნი ესეთი მეთოდოლოგიური მიდგომა 4 ტომეული წარმოიდგინეთ, მოდით ასე ვთქვათ, რომ დაახლოებით 1500 ფურცელი არავის არ დაუწერია. დიდი ადამიანი იყო, ძალიან დიდი ადამიანი იყო. საქართველოს ეკლესიის ისტორიის ავტორი იყო მოსე ჯანაშვილი. აი 30-იან წლებში გარდაიცვალა 1930-იან წლებში. ძალიან საინტერესო პიროვნებაა, აი 30 წამში ვიტყვი მასზე. დაბადებული არის აღმოსავლეთ კახეთში, ეგრეთ წოდებულ საინგილოში, ხო ხვდებით და წარმოიდგინეთ ახლა მისი დარდი და მისი სინანული, მას წიგნი აქვს დაწერილი, რომელიც გამოაცემინა 16 აყაიშვილმა და დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ეს ქვაკუთხედი იქნებოდა ამ მხარის განსაზღვრებისათვის და წარმოიდგინეთ ახლა მისი დარდი ნაღველი ალბათ 30-იანი წლების პირველ ნახევარში რო გარდაიცვალა ეს კაცი, როგორი დარდი და ნაღველი იყო, რომ გასხვისდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან ეს მხარე კახი, ზაქათა კახშია დაბადებული მოსე ჯანაშვილი, ძალიან დიდი ადამიანი, ღმერთმა აცხონოს. მისი წიგნი ალბათ ნანახი გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ეს არის აი ბროშურაზე ცოტა დიდი და გაცილებით უფრო მომცრო შინაარსია შიგნით და ესეთი დიდი წიგნი შრომა დადო მიტროპოლიტ მანანია ჯაფარიძემ და ყველას მინდა რომ გთხოვოთ რომ ეს წიგნი ან მოიპოვოთ ან გადმოწეროთ და საშუალებებიც არის რომ იყიდოთ, იცით? განზია ეს წიგნი რა. არიან ადამიანები ახლა დღეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი მეცნიერები, საბჭოთა ეპოქის მეცნიერები, რომელიც რაღაც ნაწილებს წერენ, გამიგეთ, შეიძლება ისეთ რაღაცსაც პოულობენ, რომელიც მეუფეს არა აქვს აღწერილი რა. აი მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ისტორიის რაღაცა ნაწილი, მაგალითად, ღრმატპატივცემულ ბატონ ედიშერ ჭელიჯეს აქვს, დიდ მეცნიერს დაწერილი მეტადრე მეფეებზე, მაგალითად სიტყვაზე ქეთევან პავლიაშვილი, დიდებული მეცნიერი, ეკლესიოლოგი,
შეიმასწავლებელი იყო ქეცვი ხრიმის წინაშე, მისი 8 წლისა და ცოდნის წინაშე, წერს მაგალითისათვის რაღაც ნაწილს, მაგრამ იგივე იყო ესეთი ადამიანი რუსი რამ დამავიწყა მისი სახელი. შენდობას ვითხოვ ცნობილი ადამიანია, აი მე-19 საუკუნის მწერალია, კეთილად და დადებითად განწყობილი საქართველოსადმი და იმას აქვს რაღაც პატარ-პატარა ნაწილები დაწერილი საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე. ბატონი სერგო ვარდოსანიძე წერს ხოლმე აი პატრიარქებზე რაღაც. მაგრამ ესეთი წიგნი მართლიანი, მასიური არავის არ აქვს დაწერილი და ეს არის გრანდიოზული შრომა. და რა თქმა უნდა, ეხლა კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის არ შეუდარებია, ერის მამა არის, ერის უგვირგვინო მეფეა და ჩვენი ერის განმანათლებელია დიდი ივანე ჯავახიშვილი და მე ეხლა მოკრძალებით გეუბნებით, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ჩავუარო მის ძეგლს უნივერსიტეტის ეზოში და ქედი არ მოვიხარო რა. ეს აი მისი ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის წინაშე ვაკეთებ ამას ამ სამი დიდი ადამიანის წინაშე და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე არის ჩვენი დროის, ანუ მეორე. ანუ შესაბამისად ის ადამიანი, ვინც დაუდგება ივანე ჯავახიშვილის თავის შემოქმედებით და თავისი იმით მიწდება მხრებამდე და ეს არ არის დაბალი დონე, ეს ძალიან მაღალი დონეა. ძალიან გთხოვთ, რომ ეს წიგნი მოიპოვოთ რა. მეორე. საეკლესიო სამართალი, კანონები. ეს არის ვინც ესე არავის არ მოუყრია თავი, მოიდგინეთ ალბათ ერთი 800 გვერდიანი წიგნია, ძალიან სქელტანიანი. ესეც გთხოვთ მოიპოვეთ, ვინც არის საეკლესიო სამართლით დაინტერესებული და კანონები და მეორე, საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. ხო არსებობს ახლა ცალკე მსოფლიო საეკლესიო კრებები და ასე შემდეგ. არსებობს კიდე საქართველოს ეკლესიის კანონები, კრებები და ასე შემდეგ, კრებები და მის დადგენილებები და ეს არის გადამწყვეტი წიგნი, აუცილებელი წიგნი, ვინც აი ამ მიმართულებით არის დაინტერესებული, ეს არის საეკლესიო სამართალი. ძალიან დიდი სფეროა. ზღვა. აი ამისი ავტორია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და აი ამ 3-4 წიგნი უკვე რა ჩამოვთვალი ამ წიგნების გარეშე, აი ეს სფეროები შეუძლებელია რომ ისწავლო რა. დედაღვთიშო მეუფე ანანიას ძალიან დიდი შრომები აქვს ენისა და ლინგვისტიკის სფეროში. დედაღვთიშობელი შემწე ქართული ენისა, ძალიან საოცარი წიგნია და ასევე პატარა ბროშურა არის ქართული საეკლესიო სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება იოანე ლაზი. ეს არის ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ფასეულობა, რომ აი წარმოიდგინეთ ეს რა ჰაგიოგრაფიული ძეგლებიც არსებობს რა, წმინდა ნინოს ცხოვრება, შუშანიკი, აბოთფილელი, ევსტათი, ყველა რაც არის მე-4-დან მე-10 საუკუნემდე გამოუგნებელია, რომ ყველა ერთი სალიტერატურო, ყველა ერთი საეკლესიო ენით არის შექმნილი და დაწერილი. ყველა ეხლა ეს ადამიანები შეიძლება ერთმანეთთან ვერც კონტაქტობდნენ და ვერც სხვადასხვა საუკუნეებს ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ და ყველა ერთ ენაზე წერს. წარმოგიდგენიათ, აი ესე დახვეწილ, ჩამოყალიბებულ საეკლესიო და არა კუთხურ ენებზე რა, ერთი მაგალითისთვის იმ დიალექტზე, ერთი ამ დიალექტზე და ასე შემდეგ. ეს გამოუგნებელი ფასეულობაა და იმაზე მეტყველებს, რომ კაცილებით უფრო ძველია ჩვენი ენა, რომ მე-4-მე-5 საუკუნეში უკვე ჩამოყალიბებული იყო ეს ენა. სამწერლობო ენა, სალიტერატურო ენა, საეკლესიო ენა. მადლობა ღმერთს ამ ენისათვის, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ქართველთა დენაციონალიზაციას ქელტანიანი ერთად მე თავიდან გამოუშვა ცალ-ცალკე ქართველთა გასომხება, ქართველთა გაოსება, ქართველთა გაკათოლიკება, ქართველთა გააფხაზება, ქართველთა გამუსულმანება, ანუ მესხეთის მიმართულება, ქართველთა გაბერძნება, ანუ ტრიალეთი, ლაზეთი, ქართველთა გალეკება, ასე შემდეგ. ეს არის ერთი სქელი წიგნი და როგორი გრანდიოზული რაოდენობა დავკარგეთ ქართველმა ერმა, ისინი ვინც მაგალითად დედა ეკლესიას მოწყდნენ, ისინი ვინც რომელიც მამულს მოწყდნენ, რომელიც ენას მოწყდნენ და აი ზღვა წიგნია, ზღვა ინფორმაცია არის შიგნით რა. ორი თეორია ქართველი ხალხის ჩამოყალიბების შესახებ. ეს ძალიან დიდი შრომაა და საოცარი რამეა, იცით რომ დამანგრეველია ის თეორია, რომ ეხლა ეუბნევიან ქართველებს, რომ შენ აი ბაგრატ მესამეს დროს უკვე შედექი ერად ერთი აი ამ სახის ეკლესია, ეს სახის
ენა, ეს სახის სახელმწიფოებრიობა და ასე შემდეგ, სიტყვა საქართველო, სიტყვა ქართველი, ეს ყველაფერიო მანამდე არ არსებობდაო, გამიგეთ. და ეს არის დამანგრეველი, რომ მე-10 საუკუნეში არის, გამიგეთ. სულ სხვა უბედურება გაჩნდა, მეუფეს ეს რო უთხრა შეიძლება გული ავუჩქარდეს მღელვარებისგან, თქვენც უამრავ ჩვენთაგანს, უამრავგან წაგვიკითხავს უკვე ესე გამოიელვებს ხოლმე, ხანსად ჩვექვდება, ხან სოციალურ ქსელში, ხან რადიოში, ხან ტელევიზიაში, ჭემი ყურით მაქვს მოსმენილი რადიოში, ოროსანი ადამიანი კი იყო, მაგრამ რა ვქნათ ეხლა, ოროსანია, რადიოში რო გამოდის, მსმენელი ყავს უკვე, რომ ეხლა მე-19 საუკუნეში შედგა ქართველი ერი, იმიტომ რომ ვიღაცეები ესეთ ერთი კონდრატენკო იყო, კარტოგრაფი და სოციოლოგი და ეთნოლოგი, აი მანჯურიაში რო გენერალი იყო კონდრატენკო, თბილისელები არიან, სხვათა შორის თბილისელი რუსები და იმან შეადგინა რუკები, სადაც ცალკეა მოხსენიებული. ჩამონათვალში იმერეჭინცი, აფხაზი, მენგრელი, ასე შემდეგ, გრუზინი და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე და მე უკვე შედგა ეს ერი რა, წარმოგიდგენიათ, მე-19 საუკუნეში. ეს უბედურება. ეს არა აქვს მეუფეს განხილული რა. კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ალბათ ჩემი აზრით 1-5 წლის ნაყოფია ვერაგისა რა, სრული სისულელე, უბედურება. მეუფეს აი ამ წინგში ჩანს ესეთი რამე, რომ ჩვენი ერი ყალიბდება 23 საუკუნის წინ, 24 საუკუნის წინ. აი ამ ენით, აი ამ სახელმწიფოებრივ პირველი სახელმწიფო, პირველი გაერთიანება, სწორედ ის არის საქართველო, პირველი საქართველო და არა მე-11 საუკუნის საქართველო, ეს დიდი გრანდიოზული მე-11-მე-12 საუკუნის საქართველო, ღმერთმა გამოგვიგზავნა მისი შემქმნელები. რა თქმა უნდა დიდი სიამაყეა, მაგრამ ეს არ არის პირველი, ეს არის მეორე რენესანსი და მეორე ერთიანი სახელმწიფო. გრანდიოზული ქვეყანა იყო, მე ძალიან ბევრჯერ მისაუბრია მის საზღვრებზე, კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ სოხუმის მაღლა ოკუპირებული ჰქონდათ ბერძნებს, თორე ესეც საქართველო იყო, კაფა თეოდოსიამდე, სადაც ქერჩის სრუტეა, აქეთ რკინის პალო ჩამოდიოდა, სადაც არის გაიკარა დღევანდელი, სადაც არის სურმენე ოფი, ეს არის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი, ცროლის მთა, ანუ დარიალი, ანუ სტეფანწმინდა, ასე შემდეგ, ეს არის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი და აქეთ კიდე დაბლა მდინარე ბერდუჯისი, ესე იგი, სადღაც აი სადაც პარტავია რა, წარმოიდგინეთ ეს ადგილი, გაცილებით უფრო ღრმად აღმოსავლეთისაკენ. და ეს ასაბუთებს მეუფე, რომ აი მაშინ წარმოიშვა საქართველო წარმოიშვა მაშინ, ქართველი ერი წარმოიშვა მაშინ და ქართული სახელმწიფო წარმოიშვა მაშინ და აი მაშინ იწყება შესაბამისად ეს ქართული სალიტერატურო ენა იბადება და ასე შემდეგ. და ესე ვარ დაპატარავებულები, აი ყველანაირად საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ და ეს საბჭოთა ისტორიოგრაფები რო პატივს არცემენ მეუფე ანალიას, ერთი მხრივ მადლობაც უნდა ვუთხრათ რა. შენდობას ვითხოვ. ქართველთა წინაპრები ადამიდან იესონდეს. საოცარი ბროშურა აქვს, ეს ბიბლიის მიხედვით შესაბამისად, აი ჩვენი ძალიან გთხოვთ ნახეთ, ანუ აი ამ სფეროშიც მეუფე ძალიან დიდ ნაბიჯებს გავს, ძალიან დიდი საქმე აქვს. მე მეუფეს ერთ-ერთი თვისებაა, დედა ეკლესიის თვისებაა და ეხლა მეუფე დედა ეკლესიის იერარქია და წევრია და რიგითობიდან დიაკვნობიდან მიტროპოლიტამდეა უკვე მისი სტაჟი და ისტორია დედა ეკლესიაში ყოფნისა და მუდამ იბრძვიან ისინი, რომ ქართველი ადამიანი მაგალითად გნებავთ ცოცხალი ადამიანი გამოსდაცონ გიენას და გნებავთ გარდაცვლილ ადამიანზე რომ აუგებია რაღაც დონეზე ჩამორეცხონ და დადებითები ილაპარაკონ და ასეთი მეუფე ანანიამ ძალიან მრავალ მხრივ ადამიანზე შეიძლება ითქვას წინააღმდეგობრივ პიროვნებაზე ლევან მეორე დადიანზე დაწერა დიდებული ბროშურა, დიდებული წიგნი ლევან მეორე დადიანი ხელმწიფე ივერიისა და ყოფილა შემთხვევა ჩემგან პატივცემული ადამიანებისგანაც კი რომ აი მე რომ ამ ადამიანზე სოციალურ ქსელში თუ საუბარში მიხსენებია ლევან მეორე დადიანზე 2-3 სიტყვა ისეთი მომენტალური მღელვარება წამოსულა ხშირ შემთხვევაში რომ აი ეგ არის შავი ლაქა ისტორიისა და შემდეგ აი ამის გამო და მე უფენანი აქვს თავაზობს 20 ფასეულობას
რომელიც აი ამ ადამიანს გამოარჩევს ყველასაგან. ეს არის ქველმოქმედება, ეს არის გმირობა, ეს არის ეროვნულობა, ეს არის განსწავლულობა, ამავდროულად და მის ოჯახში იყო სხვათა შორის მისი დის იყო ის ქართლის ცხოვრება, მცხეთაში რო დაკარგული იყო და ზუგდიდიდან ჩამოვიდა საქართველოში ქართლის ცხოვრება და ამ ადამიანმა თქვა რომ შერყეული, მორყეული და დამცრობილი რო იყო აქ ტახტები ერთგან, მეორეგან, მესამეგან, ამ ადამიანს თქვა რომ აი მე ვარო იბერიის ხელმწიფეო და აი აქ ზუგდიდში დგასო იბერიის ტახტიო და რაღაც დონეზე საქართველოს სახელმწიფოებრიობა და აი ქართლის ტახტის სტატუსი და სოფლიო მცნობს ხოთა შორის იმა რომ კი აი ზუგდიდში დგას იბერიის და დიდი მადლობა ამ ადამიანს. ესეთი ადამიანი და ასევე ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ვწუხوار რომ აი თავისი ეპოქის შეიძლება ითქვას რომ პირველი 1000 წლეულის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე იმ ეპოქის გმირი 1000 წლეულის გმირი კირიონ პირველი რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სომხად გამოაცხადა, იმემა წყეულად გამოაცხადეს, ასე შემდეგ არმენიის ეკლესიამ და ასე დღესაც ეგრე მოიხსენიებენ და დაწყევლილია და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ რომ ეს არის ადამიანი რომელმაც გადაარჩინა გრანდიოზული ნაწილი ქართველი ხალხისა ბოლომდე გამონოფიზიტობას გასომხებას ასე ვთქვათ და გამოსტაცა ძალიან დიდი მრევლი აირარატის ეპისკოპოსი იყო ეს ადამიანი სომხეთის ეკლესიის მართლმადიდებლური ფრთის წარმომადგენელი იყო და რო ხდებოდა უკვე ტენდენცია იმისა რომ განყოფა ხდებოდა გამოსტაცა ძალიან დიდი მრევლი და შემოუერთა მცხეთას და გადაარჩინა უამრავი აი რო ვთქვათ მოდით ესეთი წარმოდგენისათვის აი აღმოსავლეთ საქართველოს 2/3 ალბათ შესაძლოა მეტიც 70-80% დედა ეკლესიას დაუბრუნა გრანდიოზული ხალხი ცხოვრობდა მაშინ რა წარმოიდგინეთ ესე მცხეთის სამხრეთით წარმოიდგინეთ ესე მანგლისის სამხრეთით სადახლოს სამხრეთით ლორეში ტაშირში ასე შემდეგ ქართველები ეთნიკური ქართველები ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია ძალიან დიდებული წიგნია, ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, უკვე სათაური მეტყველებს ყველაფერზე რა. ქართლის ცხოვრებაში რო არის ეგრეთ წოდებული სომხური პასაჟები, რატო გაჩნდა, როგორ გაჩნდა, ზოგი დოკუმენტური, ზოგი პარალელებიდან გამომდინარე, აი დადარებულია ქართლის ცხოვრება, მოქცევა აი ქართლისა ის გამიგეთ და აი როგორ გაჩნდა ლოგიკურად, დოკუმენტურად, როგორ ყვება ეს ადამიანი. ძალიან მინდა რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია. ქალდეა საეპისკოპოსოები ლაზიკაში, ეს ლაზიკა ხო წარმოგიდგენიათ სად არის, ლაზიკა იყო არა დღევანდელი ქუთაისი და დღევანდელი სენაკი და ასე შემდეგ. არამედ ეს იყო ეგრისი. სულ სხვა რამეა, კარგად გამიგეთ და ლაზიკა იყო შესაბამისად გრანდიოზული ტერიტორია. ჯერ თავიდან ერქვა ამას კოლხეთი ეს იწყებოდა კერასუნთადან და ჩამოდიოდა დაბლა სადაც არის არგიროპოლისი და სათალა და დომანა და ამ შემდეგ და იქიდან მოდიოდა ეს მე კი არ ვამბობ ამას ჰეროდოტემ თქვა და ჰეკატემილეტელმა და ამ შემდეგ მოდიოდა არარატის მთამდე წარმოიდგინეთ და შეიძლება უფრო იქითაც აი ელამიტების ქვეყანა რო იწყება ურმია როა იქამდე წარმოიდგინეთ რა და მე ამ ქვეყანას უკვე ლაზიკა დაერქვა. ხვდებით ხო როგორი მომენტია. აი პროკოფი კესარიელის ეპოქაში ლაზიკა ქვია. სტრაბონის ეპოქაში კოლხეთი ქვია და აი აქ არსებული აი აქ საეპისკოპოსოები ქართული სამრევლოები და შემდეგ ქართველი ხალხი და უпроსტորეთ ესეთი გრანდიო ქალდეა ქვია ამ წიგნს და უკვე ისტორია ქალდეას ისტორიაც არის. ქალდეა ჩვენ ვისაუბრეთ რომ რადგან იყო და აი მე უკვე საუბრობს აი ამ წიგნში. დიდი წიგნია, ძალიან დიდი წიგნია. ესეც არის იმ საიტზე და გადმოტვირთეთ. სტრაბონი კოლხეთის შესახებ. აი მეუფეს ერთ-ერთი დიდი თხოვნაა, რომ ძალიან გთხოვთ თავიდან განიხილეთ წყაროები და წაიკითხეთ სტრაბონი თავიდან და მას აქ ეს წიგნი დაწერილი და თავიდან წაიკითხეთ და ლოგიკურად წაიკითხეთ რა. იქ სტრაბონი რო ახასიათებს ბუნებას, ლანდშაფტს, დინარეებს, ქალაქებს, ამ შემდეგ მიესადაგება თუ არა კოლხეთის დაბლობს. და სინამდვილეში რომ მიესადაგება აი ამ რეგიონს, რომელიც არის კერასუნთა, ტრაპეზუნთა, რიზე, მერე ლაზიკის მთები, მერე იქითაც სადაც სპერია და ასე შემდეგ, აი ამ რეგიონს, ჭოროხის ხეობას მიესადაგება თუ არა, თქვენი ტიხილოთ.
და მე უკვე გითხარით, რომ კოლხეთის მერე ეს ტერიტორია გადაიქცა ლაზიკად და პროკოფი, კესარიელი, აგათია, მენანდრე, იუსტინიანი, ასე შემდეგ ლაზიკის შესახებ რეებს ამბობენ. ეს არის სრულიად ახალი განხილვა ისტორიული წყაროებისა და ეს არის ჩვენი თხოვნა, უდიდესი თხოვნა თქვენდამი, რომ თავიდან მოხდეს ისტორიული წყაროების განხილვა. თორე ისტორიული გეოგრაფია დაგვიპატარავეს, ისე დაგვიპატარავეს, რომ ეს რაღაცებს ვკვადრებენ რა. ეს რაღაცებს ვკვადრებენ, წარმოვიდგინეთ, რომ უდიდეს ქართველებზე, რომელთაც დიდი იმედი ჰქონდათ, ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ქართველიერი მათ სახელებს კლასებში, აუდიტორიებში, უნივერსიტეტებში დაწერდა, ეკლესიებში დაწერდნენ და ასე შემდეგ, გამოცხადებულები არიან სხვა ერის შვილებად. სხვა სარწმუნოების ადამიანებად, ასე შემდეგ, აი ჯერ მარტო მე ვინა ვარ, მღილი ვარ, რომ პეტრე იბერზე დავიწყო ფიქრი, ოცნება და ნატრა რომ გადავარჩინო ამ ადამიანის სახელი და წარმოიდგინეთ, აი ამ როგორი თხოვდა ამ ადამიანს ქართულ ენაზე. როგორი თხოვდა ამას ეს ადამიანი, პეტრე იბერი, რომელიც გამოცხადებულია მონოფიზიტად. თქვენ შეგხვდებათ თუ არ შეგხვდებათ, რო გაიკითხავთ, ისინი მაინც გეტყვიან, ჩახედულები, რომ არსებობს ესეთი ადამიანები, რომ წმინდა ნინო საერთოდ არ არსებობდა. წმინდა ნინოს ამბები ზღაპრებია. ესეც ახალი იარაღია რა. აი როგორც დადიოდნენ, მაგალითად პარალელიც გავლება შეიძლება რასთან იცით, აი ბოლშევიკები რო დარბოდნენ ესეთი დიდი ლოზუნგებით, რაღაც სისულელეები რო ეწერათ, აი ესე დარბის რამდენიმე ადამიანი და ამბობს ეს არ არსებობდა, ის არ არსებობდა, ეს არ არსებობდა. წმინდა ნინოზე ამბობენ, რომ ან არ არსებობდა, ან კიდე სულ აბსურდებია, ტყუილებია ეს არის. ბერძნული, ლათინური, სომხური და ქართული წყაროები წმინდა ნინოს შესახებ. აი ქართულს არენდობი, ხო? სიტყვაზე არენდობი, ხო? წარმოგიდგენიათ ლეონტიმ, რომელიც არენდობიან ადამიანები. იმათ მაინც ხვენდობით, უცხოებს მაინც ხვენდობით, უცხო. ბერძნულ შეკრებილი აქვს, მე უფეს და იქიდან გამომდინარე იმჟელეთ რა ძალიან გთხოვთ რა. ბერძნული, ლათინური, სომხური, ქართული წყაროები წმინდა ნინოზე. დიდ განმანათლებელზე. ეს დიდი ფასეულობაა, რომ პატარა გოგო და 13-14 წლის გოგონამ გაანათლა ერი. სასწაული აჩვენა. არა, არ არსებობდა. ქართულ სომხური საეკლესიო ურთიერთობები ეს ძალიან დახვეწილი თემაა, ძალიან დალაგებული აქვს მე უფეს ყველაფერი და ნებისმიერი ადამიანი ძალიან დიდ ცოდნას მიიღებს აი ამ ერთი ბროშურით, როგორ ხდებოდა განყოფა, წარმოგიდგენიათ. როგორ დაგვწყევლეს ერთ-ერთ კრებაზე. ქართველები იქ მაცხოვრებლები და მართლმადიდებლები. ადიღეების დამკვიდრება ჩრდილო კავკასიაში და აფხაზეთ სამეგრელოში ძალიან საგულისხმო თემაა. ძალიან ბევრ ამას ნახავთ. ადიღეების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიაში და აფხაზეთ სამეგრელოში. იყო ესეთი ადამიანი ადიღე, სხვათა შორის ეს ისტორიული პიროვნება ადიღე და თავისი ტომები, თავის ხალხები ყავდათ. ეხლა ახალი გამოცემა აქვს, მე უფეს გრანდიოზულია, ეხლა იქნება ძალიან მალე მისი პრეზენტაცია, აფხაზეთი ქვია წიგნს, პირველი ტომი, მეორე ტომი, საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. უკვე ორტომეული გამოვიდა. მე უკვე ვთქვა, რომ სხვა რეგიონებზეც გამოვცემა, მაგრამ ეს უკვე ორი ტომი შემოისაზღვრა აფხაზეთის და დასავლეთ საქართველოზე. არის უამრავი სუწყაროები, კიდე ერთხელ გეუბნებით, მოვიდეს ის ადამიანი, ვინც არ ცნობს მე უფეს ისტორიულ ისტორიაში განსწავლულობას და დაგვიჯდეს რა. ხო არის რაღაცა ხო უნდა დათმოს ადამიანმა, რაღაცა გაიგოს რა. ან მოვიდეს, ძალიან ვთხოვთ რა. ნებისმიერ ადამიანს აკადემიური იყოს ოღონდაც რა. ხუნძეთი ეს არის დღევანდელი, წარმოიდგინეთ, აი დღევანდელი კახეთის ჩრდილოეთი მხარე იყო და დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთი მხარე ეს იყო ხუნძეთის საეპისკოპოსო, როგორც ჩვენ საეპისკოპოსო ჰქონდა, აი აფხაზეთის საეპისკოპოსო იყო, მცხეთის საეპისკოპოსო იყო, ანალოგიური დედა ეკლესიის ერთეული, გრანდიოზული ერთეული იყო ხუნძე. ეს არის
მე 14 საუკუნის დასაწყისში წარმოიდგინეთ რა ეპოქაა. არის ხუნძეთის ქართული საეპისკოპოსო გრანდიოზული უამრავი ეკლესიებით. წარმოიდგინე არსებობს ესეთი ეგრეთ წოდებული მაღალაშვილისეული სახარება. აი ამ სახარება და ამ სახარებაში არის ეგრეთ წოდებულ მინდორზე, გვერდზე მიწერილი, რომ მცხეთის ეპისკოპოსი, ანუ საქართველოს ეპისკოპოსი იყო ჩაბრძანებული მოსახილად, მოსალოცად იქ და დიდი ტექსტია მოხსენიებულია. ძალიან ბევრი ეკლესია გადასული იყო პირიქით და კავკასია. ეს არის წარმოიდგინეთ ჩეჩნეთი, დაღესტანი, დღევანდელი საინგილო და დღევანდელი აი შირვანი და ასე შემდეგ დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთი. ეს იყო დედა ეკლესიის სამწყსო მე-14 საუკუნეში და მოგეხსენებათ მე მონღოლობისას მისი დამცრობა. აი ჩეჩნეთ დაღესტანში შაქშირვანში იყო ხუნძეთის საეპისკოპოსო და აი მე ჩამოწერილი მაქვს აქა შესაბამისად პატრიარქმა ექვთიმემ რომ მოილოცა და მოიარა აქაურობა ესეთი მხარეები და ესეთი ეკლესიები ნახე საყდარნი. კასრის სამეფო სოფელია დაბა ალბათ კასრი, ყუმი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოილოცაო, ლექართი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, ზარის სოფელი ზარი, დაბა ზარი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ვარდიანი, წმინდა აბოს სახელობის ეკლესია ყოფილა, განუხი, წმინდა არჩილი, ქიშნუხი, წმინდა მარიამის სახელობის, ვართაშენი, წმინდა ელიას სახელობის, ვართაშენი არის ოგუზი დღევანდელი. თასარანი, წმინდა პეტრეს სახელობისა და კიდე ხუნძთა საყდარნი მოილოცა და ასე შემდეგ აი ესეთი საოცარი მხარე იყო სრულიად ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი პროცენტით ქართული და მე მინდა რომ ეს აუცილებლად იხილოთ და რადგან ახლა აი და ერთ-ერთი წიგნი არის ეს არის ალბანეთი მეუფეს წიგნი არის ალბანეთის მიმართულება კიდე ერთხელ გეტყვით რომ სრული აბსურდი არის საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და ქართულ მე-9 მე-11 კლასის წიგნებში გაბატონებული რომ თითქოს და მე-8 საუკუნემდე დღევანდელი აღმოსავლეთ კახეთი და ისტორიული აღმოსავლეთ კახეთი რომელსაც საინგილოს ეძახიან შესაბამისად თითქოს და იყო სხვა ეკლესიის იურისდიქცია მოგეხსენებათ ეს იყო ალბანეთი ესეთი ქვეყანა მას სხვა მეფე ყავს სხვა განმანათლებელი ყავს სხვა ენა ჰქონდათ სხვა ანბანი ჰქონდათ დიდი სახელმწიფო იყო ქრისტიანული სახელმწიფო იყო და არაბობისას აი არაბობამ და არმენიის ეკლესიამ შთანთქა ეს ეკლესია, ეს ხალხი, ეს ერი შეიძლება ითქვას და გაქრა. მათ სამართალმემკვიდრეებად თავის თავს აცხადებენ და რეალურად ასია, აი უდინები რო არიან მოგეხსენებათ. საქართველოში ერთი სოფელია, ორი სოფელია და აზერბაიჯანშიც ამბობენ რომ 30,000-მდე ადამიანია ამ ეროვნებისა და დღეს აზერბაიჯანი ამბობს რომ ჩვენ ალბანელები ვიყავითო და შესაბამისად მათ სახელმწიფოზე, მათ ეკლესიებზე და ასე შემდეგ ამ ადამიანებს აქვთ პრეტენზია და სამართალმემკვიდრეებად აცხადებენ საკუთარ თავს, გაახაროთ ღმერთმა ეს მათი არჩევანია, მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ვიღაცა ოროსნებმა ეს დახაზეს როგორ იცით, რომ აი ეს სადღაც თელავთან ჩამოივლის, მერე ცივგომბორზე გადმოივლის ეს ხაზი და მერე აი სადღაც წნორი იქით რჩება ისტორიაში ბოდბე იქით რჩება, სიღნაღი იქით რჩება ეს გრანდიოზული და წმინდა ნინოს საფლავი წარმოგიდგენიათ მე-4 საუკუნეში თითქოს და წმინდა ნინო ალბანეთში ქადაგებდა რაც არსად არ წერია აბსურდი და თითქოს წმინდა ნინო ალბანეთში დაუკრძალავთ აბსურდი რა კარგად გამიგეთ და თითქოს დავით გარეჯი ალბანური ძეგლი იყო და ასე შემდეგ ეს შხამია და თუ ეხლა ეს ადამიანები ვინც მაგაზე ხელს აწერს რა
თურმე არ ცნობენ ავტორიტეტს მიტროპოლიტიანა ნიაჯაფარიძის და ამბობენ შხამს ყვებიან რა. თუ ერთი წვეთი შხამი ერთი წვეთის კორე მთელ კასრ თაბლს ხო დააზიანებს და თუ მათი შემოქმედება არის ძალიან დიდი ღმერთმა გაახარო ძალიან დიდი მადლობა ზოგს, მაგრამ ეს უნდა გადაითქვას ხალხო. ეს უნდა გადავთქვათ რა. უმორჩილესად თქო ყველას რომ გადათქვით ეს რა. ის რო თითქოს ზუგდიდში ცაისში იყო ბიზანტიური ეკლესია, თითქოს რო ოჩამჩირეში იყო ბიზანტიური ეკლესია, თითქოს რო ფოთში იყო ბიზანტიური ეკლესია, ის რო თითქოს და ვარციხეში და ფერსაჩი და პატრიკეთში იყო ბიზანტიური ეკლესია და ამ დროს ქვა და კენჭი არ არის ნაპოვნი. წარწერა არ არის ნაპოვნი, რომ აი ძეგლი იყო, მონეტა არ არის, აი ხო არის საეკლესიო ნივთები არ არის, ჯარისკაცები უნდა მდგარიყვნენ გრანდიოზული, არაფერი, სასაფლაოები არ არის ნაპოვნი, ნაეკლესიარი არ არის ნაპოვნი, არსად ბერძნული. არც ფოთში, არც გუდავაში, არც ცაისში და არც ვარციხეში და ციხისძირში რო არის ნაპოვნი, ეგ კათედრა კი არ იყო, ციხის ეკლესია იყო. არც მანდ არ იყო კათედრა. გადათქვით რა. თუ გინდათ მასალა რას უნდა დაეყრდნოთ ასე მობძანდით და მიტროპოლიტანა ნიაჯაფარიძეს ესაუბრეთ და მოგცემთ გაჩუქებთ ენრაოდენობის წიგნებს მასალას. აი 15 წუთი 12 წუთი მინდა დავუთმო ძალიან საგულისხმო თემას მე ესე ვფიქრობ და ჩვენი აი ეს ეგ ისტორია და გნებავთ იდეოლოგია იმიტოა რაღაც დონეზე ხშირ შემთხვევაში დამცრობილი და ასე შემდეგ, რომ მოგვაწყვიტეს გრანდიოზული ეპოქა ქართველი ხალხის ისტორიიდან. გრანდიოზული ეპოქა მოგვაწყვიტეს და უნდა იწყებოდეს საქართველოს ისტორიაში წიგნი არა ცარცული პერიოდიდან და ნეოლითიდან და უკაცრავათავარ მაიმუნებისგან. არამედ უნდა იწყებოდეს წარღვნის შემდგომ ეპოქაში, როცა ხილულად ყალიბდება ერი, როცა შესაბამისად უკვე ხალხი ადრე იცინოდა, რომ რა ნინევი არის და ნინევია იპოვნეს. ხო ხდებით ისეთი გათხრები ჩატარდა და სოდომი და გომორია ნაპოვნი უკვე ეს ნახანძრალი და მიწისაგან აღგვილი ასე შემდეგ და ღმერთმა გაახაროთ თურქები კონფერენციას ატარებენ ნოეს კიდობანს ეძებენ და წარღვნის კვალს ეძებენ არარატის მთაზე და ამ შემდეგ და აქ ესე ხაზგადასმულია ბიბლიური ისტორიები. საქართველოს ისტორია, ქართველი ერის ისტორია. ძალიან მოკლედ, წარღვნიდან ფარნავაზამდე. რაც უმნიშვნელოვანესია, ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რა არის ერთმა პროფესორმა ადამიანმა ესეთი რაღაცა მითხრა, რომ რა იცი ვინა აშენაო ეს მეგალითებიო თრიალეთის ზეგანზეო. წარმოგიდგენიათ. რა იცი ვინა აშენაო. ესე იგი სხვა ერი ცხოვრობდა რა. ქართველის გარდა. გამკვირვებია მაგათი რა. თან ერთი კი არ არის, ასოცია, იცით? აი იყო ესეთი მეცნიერი მელიქსეთბეგი, იგი სწავლობდა მეგალითებს და დღეს დიდი მეცნიერი არის გოდერძი ნარიმანაშვილი, დიდი ადამიანი, სახელოვანი მისი ვაჟიც დიმიტრი, მგონი თუ არ ვცდები, ძალიან დიდი ადამიანები არიან, სასწაული პუბლიკაციები აქვს და შრომა კიდე 50-ჯერ მეტი ვიდრე პუბლიკაცია. ასოცი გრანდიოზული ციხე-ქალაქია აშენებული თრიალეთის ზეგანზე, ჯავახეთის მთებში, აჭარის მთებში და არციანის ქედზე, რომელიც არის ესე პერპენდიკულარული თრიალეთის ზეგანისა და ზედა ლაზიკის მთებში. სხვები აშენებდნენ. ვინ მეთქი და არ იციან. ქალდეველთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიკოსი არის ვეროუსი, რომელიც წერს, რომ წარღვნამდეც ქალდეველები ერქვათო ამ ხალხსო, ვინც შემდეგ ისევ ქალდეველები იყვნენო და ბიბლიის მიხედვით ხილულად არის, რომ აი ქალდეის სოფელში ცხოვრობენ ეს ადამიანები, ეს ხაზი, აბრაამის აღმა ხაზი,
თარა, იქ კიდე აპოკრიფული წიგნებია, რომ წერია, რომ მთელი ეს მოდგმა ცხოვრობს არფაქშადის ქვემოთ აბრაამამდე ქალდიაში და აქაც ქალდეაა და უამრავი მწერალი ამბობს შესაბამისად, იოსებ ფლავიუსი წერს, ებრაელი მწერალი, სხვათა შორის ქრისტეზე ძალიან კარგ რაღაცებს წერს ეს ადამიანი, მაცხოვრის აღდგომიდან დაახლოებით 10 წელიწადშია დაბადებული იმავე სამყაროში, იმავე ერში, იმავე ადგილას ეს და უამრავი ცნობა აქვს მიღებული. ასე შემდეგ და ეს ადამიანი წერს, რომ ნოე რო გადმოვიდა ქვეყნიდან, ამ ქვეყანას ერქვა გორდი. ასევე შესაბამისად იქ ხან სტრაბონი საუბრობს, ხან ქსენოფონტე საუბრობს, ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საუბრობს აი ამ მხარეზე და ამბობენ, რომ ამ მხარეს ქვია სახელად გორდი, კარდუქი, ქალდეა, კარდუ, ქართუ და ასე შემდეგ ხვდებით ხო როგორი მომენტია. აერატის მთა როა, რომელიც ურარტუს მთამ გააჩინა, სიტყვა ურარტუმ გააჩინა ეს სახელი. შესაბამისად არარატის მთა დასავლეთ ევროპულ, ანუ ინგლისურ, შოტლანდიურ, ირლანდიურ ენებში, წიგნებში, წმინდა წერილში და ასე შემდეგ მოხსენიებული როგორც კარდუს მთა და ესე იგი ჩამოყალიბდეთ, რომ აი ამ ყველა ფერს, აი ამ გრანდიოზულ ქვეყანას ტრაპიზოინდან აქეთ და კავკასიონიდან ქვემოთ და ზემოშუა მდინარეთი და ურმიის მთიდან აქეთ და მათ შორის ერთ-ერთი სახელი ქართლის მთაა კიდე არარატის მთისა. ამ ქვეყანას ერქვა კარდუ, ქალდეა და ასე შემდეგ. ესე იგი, რადგან ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყანას ერქვა და მერე იქიდან დაიფანტნენ ხალხი ბაბილონის დაქცევის მერე, შესაბამისად აქ დარჩა ერი სახელად ქარ, ქორ, გრ და კიდე მადლობა ღმერთს, რომ დღესაც ასე ქვია და ასე გვეძახის კაცობრიობა, მთელი კაცობრიობა გრს და გრ ფუძიდან და აქედან ნაწარმოებს სიტყვას გვეძახის. გეორჯიანიც ეს არის, ხეორხიანიც ეს არის და ჟეორჟიანიც ეს არის და გრუზინი და გურჯი და გურზან და ასე შემდეგ ყველა არის გრ, ქრ, ქარ, ქორ, ქარ. ეს არის ჩვენი სახელი, ჩვენი ქვეყნის სახელი, კოლხეთის და ქართლის სინონიმებია და აი ბაბილონი რო დაიქცა, სამი ოჯახი დარჩა აქა, ფუძეერში და ფუძეენაში. შესაბამისად ეს არის ქართლოსისა და ეგროსის ოჯახი, რომელიც არცად არ წასულა და ისევ აქ ცხოვრობს, ბაბილონზე არ მიუღია მონაწილეობა. ეს არის ერთი ხალხი და ერთი ოჯახი, მეორე ოჯახი პიროვნულად ნებროთი არ ყოფილა ბაბილონის მშენებლობაზე. წყაროები არსებობს, რომ ღმერთისგანა აქვს ცნობა მას, რომ გამოსულიყო. შესაბამისად, წყაროები არსებობს, რომ არა მარტო ბიბლიური, რომ იგი წმინდა ადამიანია, ასე შემდეგ, მეფეა, ღვთისგან კურთხეულია, ასე შემდეგ, ეს არც ნებროთი არ ყოფილა და არც აბრაამის აღმახაზი არ ყოფილა. ანუ აი მაგალითად ფალეგი, რაგავი, ებერი, არფაქსადი სიტყვაზე, არფაქსადი მაგ დროს გარდაცვლილი იყო სხვათა შორის, როცა დაიწყო არფაქსადმა, ანუ ნოეს შვილიშვილმა უფრო ცოტა იცოცხლა, ვიდრე სემმა. წარმოგიდგენთ, სემი მოესწრო ბიბლიური დათარიღებით ამ სიმახინჯეს, რასაც ბაბილონის გოდოლი და გაამპარტავნება ერქვა, ხო და შესაბამისად აი ეს სამი ხაზი და მერე უკვე წარმოიდგინეთ, რომ შემდეგი რამე ხდება ბაბილონის გოდოლის შემდეგ. არის ეს სამი ოჯახი რა, ქართლოს ეგროსისა, არის ოჯახი ნებროთისა, არის ოჯახი აბრაამის აღმა. მოგეხსენებათ, აქ აბრაამის მამა იყო თარა, მისი მამა იყო ნაქორ. ნაქორ იყო ასევე სხვა ნაქორია ძმა აბრაამისა და აი ეს ხაზი, ეს ოჯახი არა ყოფილა, წარმოგიდგენია და ესენი არიან ფუძეენაში. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ფუძეენაზე მეტყველი იყო ქალდეის ურიდან, რომელიც ედესას ადგილას არის აბრაამის ოჯახი და ეს ფუძეენა, აი დღევანდელი ენები გადარჩა აქედან. ქართული ენა, მეგრული ენა, სვანური ენა, ლაზური ენა, ალბათ კიდე 10 დიალექტი იყო იმ ფუძეენისა. შესაბამისად და აი ეს ენები გადარჩენილი ენებია. წარმოგიდგენიათ, ალბათ კიდე 10 იყო, აი მესხებს ექნებოდათ ბოლომდე, სანამ აღლა მითა მესხი მაგალითად რაღაც ძალიან მონათესავე ენაზე ისაუბრებდა, არა ქართულად, არა მეგრულად, არა სვანურად, არა ლაზურად. შეიძლება ლაზურს გავდა კიდე რაღაც დონეზე რა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა საიდან არიან ეგენი წამოსულები და ამოსულები შუა საუკუნეებში
აი ამ ტაო-კლარჯეთისა და სასპერეთის ტერიტორიაზე. ეს სამი ოჯახი დარჩა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამათი სახელი არის ქარ, ქორ, გრ, მერე აბრაამის ოჯახი გადის. ჯერ ჰარანში გადასახლდებიან, ანუ ედესადან ჰარანში 30-35 კილომეტრია გადასახლდებიან და მერე იქიდან უკვე მიდიან ანუ ჯერ კიდე ქართულად საუბრობენ, აი ამ ფუძე ენაზე საუბრობენ, ასე ვიტყოდი, აი წამომწდა და არავნან უფრო წამომწდა, ქართულად საუბრობდნენ წარღუნიდან მე-10 საუკუნეში ეს ოჯახი და მერე ალბათ კარგავენ ენას, როდესაც ეგვიპტეს მოივლიან და ეგვიპტიდან ბრუნდებიან და მეტადრე როცა ისრაელი გაჩნდება, აბრაამის შვილიშვილი მოგეხსენებათ უკვე ისრაელია. შესაბამისად და იმ ადგილას რჩება ერთი გოგონას, ან მამაკაცი, ეხლა კარგად გამიგეთ, აი დღემდე ვსწავლობ ამ თემას და ვერ გავიგე, ბიბლიიდან არ ჩანს გოგონაა თუ მამაკაცია. გოგონას რატო ვამბობ, იცით რომ იქ მოხსენიებულია გოგოს სახელი მილქა. და მერე არის მოხსენიებული იესტან. შესაბამისად იესტანი ერქვა და რატომღაც ასოციაცია ისეთი რომ ნესტანი ხო არ ერქვა ამ გოგონას და იგი რჩება ფუძეზე, წარმოგიდგენიათ იმ ქალდეველთა ფუძეზე, რომლებიც ბაბილონში არ ყოფილან, ყველანი გამოდიან და რჩება ერთი ადამიანი. იქ, სადაც მერე იყო ედესა, სადაც პირველ საუკუნეში ავგაროზ მეფეა, სადაც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალი ცხოვრობს დედასთან, დასთან ერთად წოვებს მერე დედას და დას და იქ უამრავი ქართული კოლონიაა და წარმოვიდგინეთ იქაურად, ანუ ედესელად, ურახელად მოიხსენიება ძალიან ბევრ წყაროში პეტრე იბერი და იქაც საქართველოა და სტრაბონი ამბობს რომ მან იბერია წარმოგიდგენიათ ეს სტრაბონი ამბობს მე არ ვამბობ შესაბამისად აი ჩამოყალიბდა ერი კიდე ერთხელ გეუბნებით საუბარი არის 42 საუკუნის წინ 41 საუკუნის წინ აი ამ დროს ზუსტად გამოდის იქიდან აბრაამი და იქ რჩება არანის საფლავია იქა აბრაამის უფროსი ძმის და რჩება იქ არანის საფლავი და რჩება იქ იესტან. მე ვამბობ რომ შესაბამისად ეს კიდე ერთხელ გეუბნებით ეგენი ებრაელები არ არიან კატეგორიულად ფუძე ერის ხალხია და შესაბამისად ისინი ალბათ დარჩნენ მან და მე ვამბობ რომ ერთ რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება შენდობას ვითხოვ ტელევიზიის ხელმძღვანელობისაგან 2-3 წუთს თუ გადავაცელ დროს 5 წუთს მაქსიმუმ რომ მე ესეთი აღმოჩენა მაქვს გინდა დაეთანხმეთ გინდნუ დაეთანხმებით ხელში აიღეთ მოქცევაი ქართლისაი სადაც არის პრაქტიკულად მთავარი წყარო მთავარი მასალა საუბარი არიან ქართლზე გამიგეთ არიან ქართლი ერთგან არის მოხსენიებული არიან ქართლი და მეორეგან არის მოხსენიებული არან ქართლი ძალიან გთხოვ დაფიქრდით რა ძალიან გთხოვთ ნახეთ რა თქვენ თვითონ რა ხო არ არის ეს არა არიან ქართლი რომელსაც ზოგი ოროსანი არიელებსა და ირანს და ასე შემდეგ უკავშირებს ხო არ არის ეს არანის ქალდეა რომ თუ ეს არის არანის ქვეყანა უფროსი ვაჟის და მაშინდელი სახელწოდება ხო არ არის აი აქ მეგულება მე სადაც ედესაა აქ მეგულება არიან ქართლი და აი აქ იდგა რა ალექსანდრე მაკედონელი გავგამელის ბრძოლამდე აქ ემზადებოდა და აქ ქონდა პლასდარმი და აგზავნის აქა და აი გრაკლიანის გორაზეც კი არიან მისულები და მოსულები მისი მოლაშქრეები და აქაურობა აქვთ ნანახი შესაბამისად აი აქედან ხო არ აყარა ეს ხალხი არან ქართლელები და ხო არ აქედან ხო არ მოხდა გადმოსახლება დიდი ბოდიში იმ თემას გადავუხვია საქართველოს ისტორიისა კიდე ერთხელ გეუბნებით მეწინააღმდეგება შევამაყო რომ ეს არის არან ქართლი და არან ქართლის სახელწოდება მოდის არა იქიდან და არამედ იქიდან რომ ეს იყო აბრაამის ძმა არანი და ეს იყო არანის ქალდეა არანის ქართლი მე უკვე მოგახსენეთ რომ 10 ქალდეა არსებობს ერთი მაგალითისათვის ტრაპეზუნთას ქალდეა, ერთი მაგალითად მცხეთის ქალდეა, ერთი მაგალითისათვის პირველი ქალდეა, მეორე ურმიის ქალდეა, მესამე
ვანის ტბის ქალდეა და შემდეგ ქალდეა, მესამე ბაბილონის ქალდეა, დაბლა რო არის, სადაც ბასრა და ნასირია და შემდეგ. ეს არის ალბათ არანის ქართლი. სიტყვა არანის ქართლი. მოგწევა აი ქართლის აიშია ნახსენები. სულ ორჯერ არის ეს ქვეყანა ნახსენები აი ამ სახით. რაც შეეხება იმ ადგილას, შესაბამისად საქართველოს ისტორია რო გავაგრძელოთ, რჩება ეს სამი ხალხი და ეს ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელსაც სამი ვეშტო აესე იმთავითვე და ძალუმად გვირევია. გამიგეთ, ეს არის ქართლოსიანები, ეს არის არფაქსადიანები, ანუ აი რაგავი, აბრაამის ოჯახი, ასე შემდეგ, ესენიც არ მყოფები და ასევე არ მყოფი ნებროთი, ძველი სპარსები 40 საუკუნის წინ აი ელამიტების სამყაროც რო შეიქმნა და ძველი სპარსული სამყაროც შეიქმნა და 34 საუკუნის წინ რო მანდ ჩამოვიდა და მანდ დასახლდა მედეა და მედეას გამო რო ქვია მიდეა იქაურობას ეს ყველა ვიცით, გამიგეთ? ეს არის შესაბამისად ის ერი, რომელიც მერე იმცრობა იქიდან აღმოსავლეთიდან მოდიან ეს სხვადასხვა ტომები, მერე შესაბამისად ზემოდან უკვე კიმერიელები და სკვითები მოდიან, ქვემოდან ამოვიდნენ ეს ბაბილონში ნამყოფი ხალხები და ასე შემდეგ და ტიგლათ-ფილასერები და სარდურები და სარგონები და რუსა 1, რუსა 2 და არგისტი და ასე შემდეგ და ხდება აი ამ ხალხის ვინც აქ ცხოვრობს დამცრობა და აი ეს უკვე დიდი ბოდიში დრო აღარ მაქვს და ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ ვრჩებით დღეს და აი დღეს ვართ 5 მილიონი ადამიანი, 5 მილიონი ქართველი, აი მფუძე ქორ, გორის თავმავლები და ვსაუბრობთ იმავე ენაზე, რა ენაზეც ხილულად ვიცით, რომ ჩვენ ვსაუბრობდით პირველ საუკუნეში, მაცხოვრის დროს და მე-4 საუკუნეში, წმინდა ნინოს დროს ამ ენაზე. იმიტომ რომ გვაქვს პეროჟავრა სივნიელისა და ფსალომე უჯარმელის დაწერილი მე-4 საუკუნის ძეგლი წმინდა ნინოს ცხოვრება, მე-3 საუკუნის, მე-4 საუკუნის მიჯნაზე დაწერილი ძეგლი, მე ეს მჯერა რომ ეს 100-ია ცხრაყმაკოლაელის წამება და მე-5 საუკუნეში დაწერილი განძი შუშანიკის წამება, ხო და ვიგებთ, უპრობლემოდ ვიგებთ, საოცარი ქართულით არის, თავანკარა, ულამაზესი ქართულით არის და აქვე დავამატებ, ძალიან ცდება და დამნაშავეა ის ადამიანი, ვინც ქართულ ენაზე შერყვნილის თქმის გაბედვას ბედავს უკაცრავად არასწორი გრამატიკული ვინც ბედავს რომ ქართულ ენას შერყვნილი დაარკვას რომ იქო სპარსული სიტყვებია, არაბული სიტყვებია, ისაო ბერძნულიო, სომხური აი ის წაიკითხოს. მე-4 საუკუნის ძეგლი წაიკითხოს და მიხვდება რომელია ქართული ენა. შესაბამისად აი ეს არის საქართველოს ისტორია ფარნავაზამდე. მოგეხსენებათ ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბე. იმედია რომ კარგად გამიგებთ და ჩვენ ერთადერთი ჩვენ იგივე ენაზე ვსაუბრობთ. რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი 45 საუკუნის წინ, ლოგიკურია, ასია და გადარჩენილი ენაა, მსოფლიო ენაა, ფუძე ენაა ქართული ენა, მეგრულიც ფუძე ენაა, ლაზურიც ფუძე ენაა, სვანურიც ფუძე ენაა, კიდე კარგი ვთანხმდებით რომ ერთი ოჯახის ენაა რა. და ასეთი იქნებოდა კიდევ ერთხელ გეუბნებით ალბათ 7-8 სამწუხაროდ ეს ქართული ტომები და ხალხები გაქრნენ, დაიმცრნენ ზემო შუა მდინარეთში, შუა ანატოლიაში, ურმიის ტბის ტერიტორიაზე, არარატის მთის აღმოსავლეთით, სადაც ჯულფა და ნახიჩევანი და ასე შემდეგ და ღმერთმა გადაარჩინა დღევანდელი საქართველო და ღმერთმა გადაარჩინოს დღევანდელი საქართველო დღევანდელი დღიდან უკუნისამდე იარსებობს ქართულმა ენამ და ქართველმა ხალხმა და დედა ეკლესიამ. დიდი მადლობა მეგობრებო ყველაფრისათვის. შვიდობა გქონდეთ, ჯანმრთელობა გქონდეთ.